ევროკავშირის კომისარი აცხადებს, რომ დეპორტაციის საკითხი პრიორიტეტი იქნება გაერთიანებისთვის. როგორც ცნობილია, საბერძნეთში ყოველწლიურად უამრავი მიგრანტი ჩადის არალეგალურად. მაგნუს ბრუნერმა, რომელიც მიგრაციისა და შინაგან საქმეთა კომისრის თანამდებობაზე გასულ წელს დაინიშნა, ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეს არის თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისა და გადანაწილების მართვის წესების ერთობლიობა. პაქტი ევროპარლამენტმა გასულ წელს მიიღო. დაბრუნების თემა არის ის, რაც აუცილებლად უნდა შევასრულოთ და იმედია ჩვენ ამას შევძლებთ. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ახლახან დავიწყე მუშაობა. საბერძნეთი, რომელიც მიგრანტებისთვის ევროკავშირში შესვლად ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, მოითხოვს უფრო მკაცრ საიმიგრაციო კონტროლს. საბერძნეთი არის ქვეყანა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მიგრაციული კრიზისის წინა ხაზზეა. ჩვენ კმაყოფილი ვართ პროგრესით, რომელიც მიღწეულია ევროპულ დონეზე ჩვენი საერთო ევროპული მიგრაციის პოლიტიკის დაბალანსების თვალსაზრისით და რომელიც ემსახურება ჩვენი საზღვრების დაცვასა და მიგრანტების უკან გაბრუნებას. ბრუნერის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საბერძნეთმა უკანონოდ დაატოვებინა ტერიტორია თურქეთის მოქალაქეს. სასამართლო სისტემურ დანაშაულზე მიანიშნებდა. საბერძნეთი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ის მიგრაციის მკაცრ, თუმცა სამართლიან პოლიტიკას ატარებს. 2024 წელს საბერძნეთში 60,000 იმიგრანტი ჩავიდა. ბოლო 18 თვის განმავლობაში თითქმის 50%-ით გაიზარდა იმიგრანტების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანაში ზღვის გავლით ჩავიდნენ. თუმცა ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-ში აცხადებენ, რომ ბლოკში არალეგალური სასაზღვრო გადასასვლელებით შემოსული ადამიანების რიცხვი 2024 წელს 3 წლიან მინიმუმამდე დაეცა.